გეგმებთან დაკავშირებით შესაძლებელია ისაუბროს კონკრეტულად ორგანიზატორმა. ნაციონალური მოძრაობა, რა თქმა უნდა, არ არის 4 ოქტომბრის მანიფესტაციის ორგანიზატორი და ამ შემთხვევაში ჩვენ გეგმებზე ვერ ვისაუბრებთ. გარკვეული პოზიცია შეიძლება გქონდეს, მეც როგორც ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენელი ვარ, რიგითი ჯარისკაცი, როგორც იმ აქციის 4 ოქტომბერს, ისე საქართველოსი ზოგადად ნებისმიერი აქციის და გამოხატულების, თავისუფალი გამოხატულების, დემოკრატიული გამოხატულების, რომელიც არაერთხელ ყოფილა ჩვენს ქვეყანაში. რაც შეეხება ანის განცხადებას, ეს არის როგორ უნდა რომ გაიგოს ხელისუფლებამ და ხელისუფლება ამ შემთხვევაში ეგრეთ წოდებული ხელისუფლება რუსული რეჟიმი და ჩვენ ნახეთ მათ მიერ გაჟღერებული შემდგომ კომენტარები, რეაგირება ჭყალებში ანის ნათქვამზე, როგორც უნდათ ისეთი ინტერპრეტაციით გადაიტანეს უკვე და საუბრობენ რაღაცა დაძაბულობაზე, რომ ხალხში შეიტანონ შიში. არანაირ დაძაბულობას, არანაირ უკანონობას არავინ არ აპირებს, იქ იქნება ძალიან ბევრი ადამიანი, რომელი ბევრი ადამიანიც ძალიან ბევრი გულანთებული პატრიოტი მოქალაქე ჩვენი ქვეყნის, რომელთა რაოდენობაც განსაზღვრავს სწორედ იმ მოლოდინებს, რომელ მოლოდინებზე ჩვენ საუბრობთ. აი კონკრეტულად პიკეტირებასთან დაკავშირებით რას ფიქრობთ ის წინააღმდეგობასთან დაკავშირებით? ფაქტობრივად პიკეტირებაა, როდესაც ამდენი ადამიანი დგას, ხო? ქვეყნის მთავარ მოედანზე, ეს არის პიკეტირება უკვე იმ მოედნის, სადაც იდგება ძალიან ბევრი ქართველი საქართველოს მოქალაქე გულანთებული პატრიოტი ადამიანი. რაც შეეხება კონკრეტულად ვის რა პოზიცია გააჩნია, მე გიფიქსირებთ ნაციონალური მოძრაობის პოზიციას, გიფიქსირებთ ჩემს პიროვნულ პოზიციას, რომ ჩვენ ვიქნებით აუცილებლად მონაწილეები ამ პროცესის ძალიან ბევრ საქართველოს მოქალაქესთან ერთად, რომელიც შეიკრიბება და ამაზე საუბრობს თითქმის ყველა აბსოლუტურად ჩვენს ქვეყანაში, რომ 4 ოქტომბერი არის ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღე. თქვენ პირადი ხედვა არის პარლამენტის პიკეტირებაზე საუბრობთ, ხოლო თუ სხვა შენაერთი? ავთ ეხლა თქვენ თუ კითხვა მესამედ შეგიძლიათ იგივენაირად შემომიბრუნოთ, მეც მესამედ შემეძლია გაგცეთ პასუხი. აი გადაწყვეტილების მიმღები არის ქართველი ხალხი და არა რომელიმე პოლიტიკოსი. ასევე გეგმებზე შეიძლება ისაუბროს ადამიანმა, რომელიც არის ამ ყველაფრის ორგანიზატორი და ჩვენ ვიცით, რომ კონკრეტულ აქციას ყავს ორგანიზატორები, მაგალითად მე გუშინ ვისმენდი ორგანიზატორის განცხადებებს, ამ შემთხვევაში ბატონი პაატა ბურჭულაძის და ზოგადად რუსთაველის გამზირის ორგანიზაციის, ასეთი ორგანიზაციის პოზიციას, რაც შეეხება ჩვენს პოზიციას, კიდევ ვიმეორებ, ნაციონალური მოძრაობა საკმაოდ მრავლად იქნება წარმოდგენილი კონკრეტულ მნიშვნელოვან უმნიშვნელოვანეს აქციაზე, რომელიც გაიმართება 4 ოქტომბერს. აი აქციაზე ორგანიზატორი ხო? ანუ რომ გითხრათ, მისი როლი რამდენად მნიშვნელოვანი არის და როგორც ვიცით, ოპოზიციიდან თქვენი კოლეგები სკეპტიკურად უყურებენ აი 4 ოქტომბრის აქციას, პიკეტირებას, მშვიდობიანი ხელისუფლების დამხობას, რომელიც გაგრძელებით ეს პერიოდია თქვენი პარტიის მხრიდან. ნაციონალური მოძრაობიდან, რა თქმა უნდა, არაჩვეულებრივი ადამიანი იყო წარმოდგენილი ამ პროცესში და ის კვლავ არის წარმოდგენილი ამ პროცესში, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ მისთვის თავისუფლება აღეკვეთა. ლევან ხაბეიშვილზე ვსაუბრობ, ჩემს მეგობარზე, ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთ ლიდერზე, რომელიცაც გარდა იმისა, რომ აღუკვეთა თავისუფლება, ყველა ის უფლება ჩამოართვა, რომელი უფლებითაც თუნდაც არა სამართლიანად დაკავებული პატიმარი უნდა სარგებლობდეს. ამ შემთხვევაში ყველა პატიმარს აქვს უფლება იმისა, რომ ისარგებლოს კომუნიკაციით საკუთარ ოჯახთან და ზოგადად სამყაროსთან, ასე ვთქვათ. ამიტომ ლევანის ჩართულობა, რა თქმა უნდა, იყო მნიშვნელოვანი, თუმცა ლევანის არ ყოფნის შემთხვევაში თითოეული ჩვენთაგანი ვიქნებით აქტიურები პროცესში. აქტიურები კიდევ ვიმეორებ ძალიან მნიშვნელოვანი პროცესისა, რომელიც თავიდან ბოლომდე ჩვენის ჩართულობით, როგორც რიგითი ჯარისკაცები, როგორც პოლიტიკური ორგანიზაცია იქნება მშვიდობიანი. ბურჭულაძის როლზე ესეც ხალხი. რა ვიცი, ბურჭულაძის როლზე ბატონი პაატა თვითონ ისაუბრებს საკუთარ როლზე. და კოლეგების ნაწილი, რომელიც ამბობს, რომ ანუ არაფერი არ გამოვა და არ ვიცი, სკეპტიკურად ყველა ნებისმიერი ესეთი განცხადება, რა ვიცი, ეს შეიძლება იყოს, რა ვიცი, ქვეყნის პატრიოტი ადამიანებიდან ნაკლებად მგონია ვინმე ესეთ განცხადებას აკეთებდეს, რაც შეეხება ასეთი განცხადების ავტორებს, ეს არის ყოველი განცხადება ხელისუფლების რუსული რეჟიმის წისქვილზე წყლის დასხმა.
რა ვიცი, ჩვენ შეგვიძლია ახლა სოციალურ ქსელში დავსყდეთ მე და თქვენ და ჩამოვყვეთ რამდენი ადამიანი საკუთარ პოზიციას აფიქსირებს, ხო? მე დღეს თქვენთან აგვდგავაროთ, ჩვენი პოზიცია დავაფიქსირო ნაციონალური მოძრაობის და როგორც გიორგი ბოტკოველის პოზიცია. დანარჩენი ყველა პოზიციის უფლება აქვს ნებისმიერ ადამიანს, ნებისმიერ პატრიოტ ადამიანს და ყველას თავის გამოხატულების საშუალება უნდა მიეცეს. აი ეს ყველაფერი ჩდება მშვიდობიანი აქციის და გადატრიალების ფარგლებში, იმიტომ რომ გადატრიალება ვინ ახსენა სიტყვა? კი. მშვიდობიანი დამხობა ხო გაგვდანუსაკული კი. ოქტომბერს და აი პარლამენტის პიკეტირება და აი ბლოკირება შენობების ეს მშვიდობიანი ის ხომ უკვე პიკეტირებაა, კიდევ ვიმეორებ, როდესაც გადავსებულია ქვეყნის მთავარი გამზირი. ხო, ანუ პიკეტირებაა მომხდარი, რატო ეშინია ვინმე სამ სიტყვის, ხომ? პიკეტირება არის დემოკრატიულად გამართული სიტყვა, რომლის გამოხატვის უფლება აქვს ნებისმიერ მოქალაქეს, ხო? ამიტომ ნებისმიერი განცხადება, რომელიც არის გაცხადებული, ეს იქნება პოლიტიკოსი თუ სამოქალაქო აქტივისტის მხრიდან, ეს არის სამართლიანი მისი გამოხატულებიდან შესაბამისად. მე კიდე გიმეორებთ, მე ვემხრობი ნაციონალური მოძრაობა და მე პირადად ვემხრობი, რომ დასრულდეს რუსული რეჟიმი, რომელიც ყოველდღიურად ავიწროვებს ყულპს ჩვენი ქვეყნისას, რომ სამუდამოდ დაკარგოს ჩვენმა ქვეყანამ კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან და აქედან გამომდინარე თითოეულმა ადამიანმა, თითოეულმა თქვენთაგანმაც დაკარგოს კავშირი ცივილიზებულ სამყაროსთან და გახდეს რუსული მართლობის ჩაკეტილი ქვეყანა. პიკეტირება ხო არ გულისხმობს უბრალოდ დგომას. პიკეტირება მოიცავს სხვა მექანიზმებსაც, შეზღუდვას, შესვლა, გამოსვლა და საქმიანობის ზოგადად. რა ვიცი, ხა რა გინდათ რომ ჩემგან გაიგოთ, რასაც მე გეუბნებით, ეს არის ჩემი პოზიცია. თქვენ თვითონაც იქ იქნებით, თქვენ თვითონაც ხო აი აგერ 6-ნის ხეთ ხართ მაგალითად, ეხლა რო წარმოდგენილები, დარწმუნებული ვარ, თქვენ თვითონაც იქნებით ამ აქციის მონაწილეები. შეიძლება თქვენ იყოთ თქვენი პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე, მაგრამ აი 6 ადამიანით უკვე შეივსება ის მნიშვნელოვანი აქცია, რომელიც იქნება ძალიან ხალხმრავალი. ელჩი მედიის კითხვებს თავდასხმად უნდა მიიჩნევთ ეს გუშინდელი ამბიდან გამომდინარე ევროკავშირის საქმეში იმედის კონკრეტულ კითხვაზე ესეთი განცხადება გაკეთეთ თავდასხმად მიიჩნია ჩვენი კითხვა კონკრეტულად თქვა აი ვალდებულია თუ არა ელჩი რომ ყველა კითხვას მედიის კითხვას პასუხობდეს კითხვა კი არა უკვე რამდენი თვეებია ტელეკომპანია იმედი კამპანიას ეწევა არა მარტო ევროკავშირის მიმართ ევროკავშირის ელჩის მიმართ ზოგადად ევროკავშირის მიმართ და ჩვენ ვისმენთ კონკრეტულ განცხადებებს რომლებიც ფაქტობრივად ხელისუფლების ეგრეთ წოდებული ხელისუფლების რუსული რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან ყოველდღიურად ტრიალებს ეს ყველაფერი ამაში ახლა ბოლოს გამოიკვეთა ლიდერი აი არაღიარებული და არასამართლიანი პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან რომელიც ყავთ კონკრეტულად ამ მიმართულებით გამოყოფილ სპიკერად და საკმაოდ კარგად ჭყალებში აშუქებს იმედი ამ ყველაფერს და ფაქტობრივად იმედის პოზიცია ხა ის რომ მთელი გაშავებაზე მუშაობს მთელი ამ პერიოდის განმავლობაში, რა ვიცი, ელჩმა რომ ეს არასწორ შეფასებად შეაფასოს, რა ვიცი, მისი პირადი უფლებაა, ეხლა მაგაზე მე შეფასებას ვერ გავაკეთებ. ეცაც კითხავ ოქტომბერთან დაკავშირებით ნახეთ ჩვენ დეკემბერში იყო ბევრი აქცია, წარმოქმნილი იყო სამხედრო უწყებები, ხშირ შემთხვევაში და გარკვეული ბრძანებები რო გაითხოვს უბედიდან გარკვეული კუჩები, ეხლა როგორ წარმოგიდგენიათ ამ ვითარების შეცვლა, როგორ მოხდება წინააღმდეგობის გაწევა. იყო მაგალითად ბურჯულაძის მოსაზრება, რომ შევითრებთ პოლიციელებსა და ეხლა პირიქით მოხდება გავანეითალებთ ასე ვთქვათ. ამ წინააღმდეგობის გაწევას როგორ ფიქრობთ, თქვენ როგორ შეიძლება ის უკვე წინააღმდეგობაა, ის უკვე ხელისუფლების მიმართ წინააღმდეგობაა, როცა ამდენი ადამიანი არის აქციაზე, ხო? ალბათ იმ წინა აქციებს აკლდა ის, რომ იმდენი ადამიანი არ იყო, რამდენი ადამიანიც იქნება 4 ოქტომბერს. ამიტომ ხალხის სიმრავლე განაპირობებს ხალხის პოზიციას და ხალხის სიმრავლე განაპირობებს უკან დახევას ეგრეთ წოდებული ხელისუფლებისას, რომელსაც არაფორმალურად, არასამართლიანად ფაქტობრივად ოკუპირებული აქვს ქვეყნის ხელისუფლება და ხელს უწყობს ამით რუსულ რეჟიმს. ხო, მაგრამ სამართალდამცველების თავისი მისია იქნება შესაძლებელი და ყველამ უნდა გამოიყენოს საკუთარი, რა თქმა უნდა, სამართალდამცველმაც უნდა იცოდეს, რომ მისი ის უკანონო ბრძანების შესრულება იქნება არასამართლიანი საქციელი და
რა ვიცი, ყველას კონკრეტულ როგორც ადამიანებს მოუწოდებენ რომ დაიცვან წესრიგი, ასევე სამართალდამცავებს მოუწოდებთ ჩვენ რომ დაიცვან კანონი და დაიცვან რეალურად კანონი და დაიცვან ადამიანის უფლებები და არა იძალადონ ადამიანებზე, რომელიც ჩვენ არაერთხელ გვინახავს. თვითონ წინააღმდეგობის გაწევა როგორ მოხდება, იმიტომ რომ თქვენს პარტიაშიც საუბრობენ ამაზე. გასაგებია, როგორც ამბობ, სამართალდამცავებს ეხება თავისი გეგმა, წინააღმდეგობას გაწევა როგორ იქნება? მე გეუბნებით რომ უკვე წინააღმდეგობაა მრავალი 10,000 ადამიანი რო იდგება ქვეყნის მთავარ გამზირზე. ეს არის უკვე წინააღმდეგობა და დანარჩენი უკვე მოვლენები გვიჩვენებს თვითონ. რამდენი კითხვები გაქვს ხოლმე? აბა გადავიდეთ. ლელოს თემაზე კითხვა გუშინ განცხადებები გაკეთდა ალეკოვის საშვილის მხრიდან, კუპრაძის მხრიდან, ელისაშვილმა თქვა, რომ იმ შემთხვევაში თუ არჩევნებს მოიხსენებათ იღებენ მონაწილეობას, გავიმარჯვებთ და მოხდება სხვადასხვა მუნიციპალური სამსახურების გაფიცვაო. კუპრაძემ თქვა, რომ სანქცირებული პროტესტები იქნებაო, მოწყობილიო ქუჩებში. როგორ ფიქრობთ, მათი გეგმა რამდენად იქნება გამართლებული, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში თუ მათ შორის პროტესტის მონაწილეები მივიდნენ და მხარი დაუჭირეს არჩევნებზე. იმ თავითვე ჩვენი შეფასება იყო, რომ მათი გეგმა კი არა, მათი გადაწყვეტილება არ იყოს სწორი და არ იყო გამართლებული და ამას ჩვენ კონკრეტული არგუმენტებით ვამყარებდით, ხო? და ძალიან ბევრი არგუმენტი დაემატა კიდე, რომ ფაქტობრივად ის, რასაც დღეს აკეთებს ლელო და რასაც აკეთებს გახარიას პარტია, ეს არის ფაქტობრივად იმ სპეცოპერაციაში მონაწილეობა, რომლის მთავარი ავტორიც არის ბიძინა ივანიშვილი და ყველაზე მეტად აწყობს მას. ახლა თუ თბილისის გამარჯვებისთვის იბრძვიან, ახლა უკვე დავიღალეთ ამ შეფასებებით და თქვენთვისაც პრინციპში სასურველია, რომ ჩვენ ერთმანეთით შეკინკლაობით ვიყოთ დაკავებულები, თუმცა ყველა მიზეზს იძლევა ის პარტიები, რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ აი ამ რუსულ სპეცოპერაციაში მიიღოს მონაწილეობა. ამიტომ თბილისში თუ ფიქრობენ ამას, მაგალითად თელავში 20-დან 14 სოფელში ვერ მოახერხებენ მაგას, იმიტომ რომ კანდიდატი არ აყავთ საერთოდ და საქართველოში 28 მუნიციპალიტეტში ვერ მოახერხებენ, იმიტომ რომ საერთოდ კანდიდატი არ აყავთ და აი ამით კიდევ ერთხელ უნდა დაფიქრდნენ პრინციპში, რა ვიცი, ალბათ იფიქრეს და ისევ იმ გადაწყვეტილებას დაყვნენ, რომელიც იმ თავიდვე არასწორი იყო და ამიტომ მათი გადასაწყვეტია ჩვენ გულანთებული საზოგადოება ამ ქვეყნის პატრიოტი ადამიანები ვიკრიბებით 4 ოქტომბერს არა იქ იმ სპეცოპერაციაზე დილიდან სადაც ეგრეთ წოდებული ვითომ არჩევნებში უნდა მიიღოს მონაწილეობა ყველამ და აი ამას თუ გაუშვებთ თქვენს ეთერში ძალიან კარგი იქნება რომ არ მივდივართ ეგრეთ წოდებულ არჩევნებზე არ მივდივართ იმ სპეცოპერაციაზე და 4 საათზე ვიკრიბებით ქვეყნის მთავარ გამზირზე რა ვიცი მე რატო უნდა შევაფასო ლელოს გზავნილები მითხარით როდესაც ლელოს იმ თავითვე გადაწყვეტილებაზე ვამბობ რომ ეს არის შეყოლე იმ სპეცოპერაციაში რომელიც ყველაზე მეტად აწყობს დღეს ბიძინა ივანიშვილს და დიპლომატების თემას გავაგრძელებთ ჩემო კოლეგამაც კითხած ხშირად ხვდებიან ოპოზიციის წარმომადგენლები მათ შორის დიპლომატებიც ხვდებიან ხოლმე სამოქალაქო აქტივისტებს განსაკუთრებით ბოლო პერიოდში აქტიურობს გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერი ხდება სამოქალაქო აქტივისტებს მათ შორის ილია უნის ახალგაზრდული მოძრაობის წარმომადგენლებს რომლებიც სხვა აქციებში მონაწილეობენ, მათ შორის პარლამენტარებს ხვდებიან, ეძახიან მონებს, ასე შემდეგ მოუწოდებს პეტერ ფიშერი, რომ აქტიურები იყვნენ საპროტესტო კუთხით. თქვენ როგორ შეაფასებით მის საქმიანობას საქართველოში? აი ხა ახალგაზრდები ხართ წარმოდგენილები სხვადასხვა ტელევიზიის მხრიდან და მე ვფიქრობ თქვენც უნდა გიხაროდეთ ის, რომ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები ხვდებიან ჩვენს პარტნიორებს, კონკრეტული ქვეყნის ელჩებს ერთი წუთით დამამთავრებინე. კონკრეტული ქვეყნების ელჩებს, რომლებიც წლების განმავლობაში ჩვენი ქვეყნის დემოკრატიული პროცესის განვითარებას ეხმარებოდნენ. და სწორედ ეს კიდევ ეს არის შემაკავებელი იმ ქვეყნებისთვის, რომ მათ კიდე აქამდე არ მიიღეს იმის გადაწყვეტილება, რომ მაგალითად ჩვენ უვიზო რეჟიმი აღარ გქონოდა. იმიტომ რომ ჩვენი შეხვედრები მათ არწმუნებს იმას, რომ ქართველი ხალხი შეძლებს იმას, რომ დაამარცხოს რუსული რეჟიმი. და ეს ყველაფერი კიდევ არის შემაკავებელი მათთვის, რომ ძალიან მალე არიღებენ იმ გადაწყვეტილებებს, რომელიც ჩვენ უფრო მეტად და მეტად მოგწყვიტავს ცივილიზებულ სამყაროს. ამიტომ ნებისმიერი შეხვედრა ჩვენს პარტნიორი ქვეყნის ელჩებთან არის მნიშვნელოვანი ოპოზიციის მხრიდან და მხოლოდ სასარგებლო ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტისთვის. თავად ელჩის განცხადებაზე, თავად ელჩის მოქმედებებზე როგორ შეაფასოთ გერმანიის ელჩი პეტერ ფიშერია საუბარი, რომელიც ხდება სამოქალაქო აქტივისტებს მოუწოდებს აქტივიზმისკენ, აი როგორ აფასებთ? იცით ერთ რამეს გაგახსენებთ, აი მანამ სანამ მაგალითად რუსული რეჟიმი ბრძოლას გამოუცხადებდა იგივე NDI-ის, იგივე IRA-ის, იგივე USAID-ს და ერთი წუთით სხვადასხვა ორგანიზაციებს ძალიან ტკბილად და გემრიელად იყენებდნენ იმ რესურსებს, რომელი
რესურსებიც იდოს სწორედ ამ საერთაშორისო ორგანიზაციებში და აი ელჩების მხარდაჭერაში და ქართული ოცნებაც ამ შემთხვევაში ჩართული იყო ამ პროცესში, მაგრამ უკვე როდესაც ზღვარზე მივიდა და მთავარი დავალება მიიღო ივანიშვილმა, რომ ქვეყანაში სრულად უნდა მოსპოს დემოკრატია, ამის მერე დაუპირისპირდნენ ჩვენს პარტნიორ ელჩებსაც და ჩვენს პარტნიორ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. ამიტომ ეს არის გადაწყვეტილება ივანიშვილის რეჟიმისა, რომ ქვეყანაში სრულად გააქროს დემოკრატიული პროცესი, რომლის საშუალებაც ნამდვილად არ მიეცემა. რა ვიცი, გიპასუხეთ. ეხლა მაინც და მაინც გეუბნებით, რომ ჩვენი პარტნიორი ელჩები თქო და ეხლა გერმანია თუ არ ვთქვი და სახელი და გვარი თუ არ დავასახელე, გერმანიასაც გულისხმობ, ბრიტანეთსაც გულისხმობ, საფრანგეთსაც გულისხმობ, რომელთან აქვს კარგი ურთიერთობა დღევანდელ ხელისუფლებას. ერთი წუთი, ერთი თუ შემახსენებთ, აი იმაზე გავაკეთებ კონკრეტულად იმ პროცესს ჩავეძიები, აი იმ კონკრეტულ ელჩზე გავაკეთებ შეფასებას, თუ თქვენ დამისახელებთ რომელიმე ევროპული ქვეყნის ელჩს, რომელსაც აქვს კარგი ურთიერთობა ჩვენს აი ამ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებასთან. მე აი ამის ამ კითხვა-პასუხის შემდეგ დღეს ეთერი მაქვს, იქ მობრძანდით და იქ ვისაუბროთ ვრცლად მაგ საკითხზე. ქალაქის პარალიზებაზე და ასე შემდეგ. აი თქვენს დაანონსებული გაქვთ ოქტომბერს ეს პიკეტი იგება პარალიზება და ხომ არ ფიქრობთ, რომ ნაცნობების და ლელო განხარეს გეგმები პრინციპში ერთმანეთს გავს? თავარი გეგმა არ გავს ერთმანეთს, რა ვიცი, მათ გაცხადებული აქვთ ის, რომ აი ისინი თითქოს მიდიან იმ არჩევნებზე, რასაც არჩევნებს ეძახიან და მე არჩევნებს ნამდვილად ვერ დავარქმევ. შეიძლება აი ამაში იყოს რაღაცა მსგავსება იმისა, რომ ისინიც ოღონდ მერე 4 საათზე უერთდებიან აქციას. დანარჩენი ყველა მათი გაცხადებული გეგმა ეწინააღმდეგება იმ პრინციპებს, არა მხოლოდ ჩვენს პრინციპებს, არამედ იმ პრინციპებს, რაც დღეს ქვეყანას ჭირდება. საერთო პრეზიდენტის გამოთვლით როგორ შეაფასებთ? მნიშვნელოვანი მესიჯები შეიძლება იყოს გამოგზავნილი გაეროდან. ხო გაგეღიმათ ახლა ხო მაგ კითხვაზე. რა ვიცი, აი გაეროში პრეზიდენტის რა განცხადება უნდა მოვისმინოთ, ხო ჩვენ? მოვისმენთ რაღაცა სუფლიორის მეშვეობით საკითხულ განცხადებას, რომელიც რაღაცა კოპირებული იქნება, მაგალითად იმ წერილი და რომელიც წერილიც ვითომ დონალდ ტრამპს გაუგზავნა. ალბათ უფრო გამკაცრებული და უფრო მეტი ბოღმა ჩადებული და უფრო მეტი მაამებელი პოზიცია რუსული რეჟიმისთვის და პირადად პუტინისთვის, რომ იქიდან დაანახონ, რომ აი აქაც ჩვენ შენს ხარდამხარ ვიბრძვით ცივილიზებული სამყაროს წინააღმდეგ. დაგახსნა გერმანიის საქმიანობის შეფასება. კადრები გადავაშორე. ლიკა გიხდება პიერო. აი ბორჩი. განაგიერი საიტოა. ხომ დაცებში ამას მომავალ. ვიღაცა მაინც ეყოლება ნაცი. თუ აი რაღაცა არის. რატო არ მეკითხებით გორში რო ამდენი ეს უკანონო სასმელები, ეს გორი გუსი რო აღმოაჩინეს მაგალითად, მაგ თემაზე რატო არ მეკითხებით? და აქამდე თქვენ რო იქ მუშაობდით, არ იყო ეგეთი რაღაცეები? ეს წლების განმავლობაში ხდებოდა ეს იქ და ხელისუფლება მანამდე რატო არ აშუქებდა ამ ყველაფერს? ასევე უაქციზო სიგარეტის წარმოება წლების განმავლობაში. მე ყოველთვის ყველაფერს საუბრობდი, რასაც ხედავდი. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს საუბრობდით ჩვენ. კი, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრს საუბრობდით ჩვენ, მაგრამ ყურს არავინ არ ებერტყავდა. კი, სხვათა შორის ერთ-ერთი გამორჩეული აქტიური კოლეგები ყავს გორში, ეს ძალიან კარგად იცით თქვენ. აქტიური გამორჩეული კოლეგები ყავს ის ახალგაზრდები, რომლებიც საკრებულოში არიან წარმოდგენილები, ზე აქტიურები არიან, მარტო აქტიურები კი არა. არაერთხელ ყოფილან თქვენი რესპონდენტები. 4-ში 4 საათს. ვიცი, იქ ხო იქნებით. მე მაგალითად აი ჩემ 4 შვილთან ერთად მივდივარ აქციაზე. 4-ში 4 ოქტომბერს 4 შვილთან ერთად მივდივარ. 4 საათზე. 4 საათზე. კი. და ფაქტობრივად ახლების რეკლამას ვაკეთებთ.
არა უკვე საკმარისია მე მგონი ხო?